საშინელი სურათი დახვდა ფონდის კორესპონდენტს, როდესაც 10 წლის გიორგისთან მივიდა. ეს არ იყო დრამატული ჟანრის ფილმის კადრი, ეს იყო ბევრად უარესი. აი ისეთი, ზარღვებში სისხლს რომ გაუყინავს ადამიანს. ინვალიდის ეტლში მზდომი ბავშვი, გასართობი ატრაქციონის წინით გადათვალებს ცრემლიანი უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ზუსტად მის წინ. ის კი გაუმძრევლად იჯდა დაჟანგებულ ეტლში. თავის ტვინის დაზიანების გამო მისი სხეული ფაქტობრივად პარალიზებულია. 10 წელი ტანჯვა, 10 წელი ტკივილი, 10 წელი შიში, 10 წელი უიმედობა. ნათქვამია, თვალები სულის სარგეაო. ხოდა გიორგის თვალებში რომ ჩაიხედოთ, მისი კეთილი სულის ანარეკლს დაინახავთ. გიორგი საბრალო დედა ჯერ სულ რაღაც 29 წლისაა. წარმოიდგინეთ, რა მხელად კივილს გადიოდა ახალგაზრდა დედა, როდესაც ხედავდა, რომ სხვა დედები ლამაზი ეტლით ასეირნებდნენ თავიანთ შვილებს, თვითონ კი ინვალიდის ეტლით. წამით მაინც წარმოიდგინეთ ეს სცენა, რას გრძნობს ამ დროს დედის გული. ვარ ნათესავებთან ხანვისთან და ხანვისთან. არ მაქვს აქ მისამართი, არსად არ ვარ ჩაწერილი, ფაქტიურად სახელმწიფო იმის გამო ვერ მეხმარება, რომ აქ არ მაქვს საცხოვრებელი ადგილი. არც წამლებს მიფინანსებს სახელმწიფო, ვერც არაფერს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, რომ დამეხმაროთ გიორგი ფეხზე რომ გაიაროს და თამაში შეძლოს. ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო მეტად აგარგვინებს საბრალო გიორგის ფეხზე გავლიშას. დაგვიანებული მკურნალობა, დაგვიანებული ოპერაცია უშედეგოა. მოგმართავთ ყველას, ყველა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. გავერთიანდეთ სიკეთისთვის, გავერთიანდეთ სიყვარულისთვის, გავერთიანდეთ ბავშვის გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.